აი მოვიწერე ისე. აი ეს კოდი ჩააყრე, ხო? ოკეი. აი. ხლა მე folder-ში ვქნით JavaScript-ისას და ნაკავა. Poimets ერთ ამონიშნებს გავაკეთებ, ცოტა ამონიშნებს. ოკეი, მოდი რასაც გავაზიარო. ხო. იდეაში ჩვენ გვაქვს მასივი პროდუქტების, ხო? მოდი ჯერ იცი როგორ გქნათ, აი ამას. გვაქვს get პროდუქტი, ხო? გამარჯობა. ბოდიში გამარჯობა, ნინო. არა, უშუალოდ. ნახა შევახლა. მოდი ის როგორ ვქნათ, ჯერჯერობით აი ამას მე დავაკოპირებ ახლა. Ctrl//-ით საშუალებით ვაფშობ დავაკომენტარებ და აი აქ გამოვშვებ აი ამ მასივს. გამოჩი ვქნი რამეცვლაც. ანდეში ხო, სლადი შევქნათ კონსტ მაგალითად filter product რომელშიც ჩვენ ვეთქვით ახლა რა მნიშვნელობა შეინახება. მივმართოთ პროდუქტს და გამოვყენებთ filter methods. Filter methods როგორც for each, როგორც maps და ასე შემდეგ, ყველაფერს გადაეცემათ სამი პარამეტრი. ელემენტი მაგალითად მასივის სათითაო ელემენტი გადაეცემა ინდექსი და გადაეცემა თვითონ array, ხო? მაგრამ იდეა მარტო ელემენტი გჭირდება და აქ უნდა შევადაროთ. ელემი არის რა? მასივის სათითაო ელემენტი, ხო? ანუ ესეც იქნება, ანუ ჯერ პირველ რიგში შეამოწმებს ამას რაღაც პირობაზე, მერე ამას შეამოწმებს რაღაც პირობაზე და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა უთხრათ, რომ ამან დაგვირეთარნოს ხო, იდეაში მაშინ ხილებში უნდა იყოს ჩასმული, რომ დაგვირეთარნოს. იდეაში ეს არ ჭირდება პირდაპირ ისედაც ამ სლადში გადაიტანს მნიშვნელობას. ჩვენ ჭირდება, რომ აი ამ ელემენტმა in stock და შევამოწმოთ, რომელიც არის true-ზე. და გამოვიტანოთ კონსოლში მაგალითად filtered products. ახსნი ახლა live servers. HTML. ან იდეაში არ ჭირდება ტერმინალიდან გავუშვებ ახლა. ჩაიწურცას და node და და როგორც ხედავთ გამოგვივიდა აქ ის ელემენტები კონსოლში, რომელი ელემენტებიც ჩვენ გვაქვს მაგრამ in stock-ის მდგომარეობა, რომელსაც აქვს true-ზე. ანუ elem რა არის? მასივის სათითაო ელემენტი.
პირველი ელემენტი შემოწმდება იმ პირველი ელემენტის instock შემოწმდება თუ არის trueზე, თუ არის, მაშინ მასივში დაემატება პირველ ადგილზე, ანუ ამ დროს იქმნება ფილტერში. ანუ ეს ფილტერ მეთოდი ქმნის მასივს, რომელშიც ჩაიწერება აი ეს პირველი ობიექტი. შემდეგ აი აქ მაგალითად ზიმედალს და ესე ჩამოვუვით რა. get ars და ვარქმევ ახლა მე. რეალურად ეს ყველაფერი მნიშვნელობა ეს სვლადი რაც შევქმნი რეალურად აი ამ სვლადზე არის აი აქ ნაგულისმენი. ანუ აქედან მნიშვნელობები გადმოვა აქ და ფილტერ მეთოდი ქმნის როგორც ვთქვი თქვენ მასივს, ამ მასივში ჩააგდო პირველ ელემენტად ის ელემენტი რომელიც შეესაბამებოდა აი ამ პირობას, ანუ elem instock-ი რომელიც იმყოფებოდა true მდგომარეობაში. ანუ პირველი ელემენტი შეესაბამება true-ს, შესაბამისად მოხდა აი ამ მასივში. მეორე ელემენტი არ შეესაბამება ამ პირობას, ანუ აქ ჩვენ ვეუბნებით instock-ი, როდესაც არის true მდგომარეობაში, მხოლოდ ის ელემენტები გამომიტანა. მაგრამ instock-ი ახლა იმყოფება false მდგომარეობაში, შესაბამისად აი ამ ელემენტს გადაახდებ. შემდეგ მეორე ელემენტი, რა თქმა უნდა, ასევე შეგვენახება მასივში, იმიტომ რომ true მდგომარეობაშია მეოთხე ელემენტი შესაბამისად, რადგან true არის შეგვენახება მასივში, მეოთხე ელემენტი, რადგან false-ია, false გვიბრუნებს, ესე იგი, ეს ელემენტი არ შეგვენახება მასივში და ანუ საბოლოო ჯამში ვიღებთ აი ესეთ მასივს. რადგან აქ ვქნით სვლადს და ვეუბნებით, რომ ამ სვლადის მნიშვნელობა იქნება ამ ფილტერ პროდუქციის მნიშვნელობა, ესე იგი, ეს მასივი რაც შეიქმნება ამ ფილტერ მეთოდიდან გამომდინარე, გადაეცემა აი ამ სვლადს. და შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ეხლა ეს ლოგიკა ახლა შენ გეწერა, საიდან გამომდინარეც ნახე, შენ ეუბნები, რომ პროდუქტს მინდა გადაუდო for-each-ის საშუალებით და დივებში, ხო და შესაბამისად რაღაც HTML-ში დაიხატება. მოდი HTML-ს დახატვის მაგივრად მე უბრალოდ კონსოლში დავულოგავ ამ ყველაფერს, ნახეთ. თავიდან მე შევქმნი ესეთ რაღაცას, ვეტყვი რომ კონსოლში დამილოგე პროდუქტს. ყველა პროდუქტი. ხო, ყველა პროდუქტის მასივი გამოგვივა კონსოლში. მოდი აი ამ კონსოლს კომენტარებ. ჯერ ან იდეაში ახლა რაღაც განსხვავებულ შედეგს ვერ მივიღებთ კონსოლიდან. ნუ ახლა გამომივიდა ყველა პროდუქტი, მაგრამ ნახეთ რა შემიძლია მე გავაკეთო. ეს პროდუქტი, რადგან მოდი ლეთად გადავაკეთებ ამას. ლეთით მაქვს ახლა შექმნილი ეს პროდუქტი და აქვს ეს მნიშვნელობა. მე რა შემიძლია გავაკეთო ქვემოთ? ნახეთ. აქ ფილტერეთ პროდუქტს კი არ გადავცემ მნიშვნელობა რა და კონსტიტს კი არ შევქმნი. გვაქვს პროდუქცია, ხო? მე შემიძლია უთხრა, რომ პროდუქციის მნიშვნელობა ეხლა გახდება რა? აი ეს გაფილტრული მასივი. შესაბამისად, მე რო კონსოლში ქვემოთ დავლოგო პროდუქცი. რას მივიღებ? არა, node გაფილტროს უკვე. კი ბატონო, უკვე გაფილტრულ მნიშვნელობას მივიღებ. ჯერ პირველი იმან დაგულოგა, სანამ გაიფილტრებოდა, მოდი ახლა დავულოგო. ვიღებ გაფილტრულ მნიშვნელობას. ახლა რა ლოგიკა შეგვიძლია გავაკეთოთ? უბრალოდ ნიკა დააკვირდი კონსოლში გამყავს რა ეს ლოგიკა რო გადავწერო დიდი ხანი დამჭირდება უბრალოდ. მაგრამ შენ უნდა მივხვდე ახლა. როგორ უნდა მოახდინო ის როგორ დაწერო ეს ლოგიკა ისე რომ ჯერ გაფილტრული პროდუქტები ხო გამოგდის, კი არა და ყველა პროდუქტი გამოგდის, მაგრამ ხილაძე დაჭერის შემდეგ ჩვენ ეს პროდუქტი შევცვალოთ გაფილტრული პროდუქტებით და ეს ყველაფერი წაიშალოს და მხოლოდ ის გაფილტრული პროდუქტები გამოგდის. აი მაგალითად რა გულისხმობ რა? ან ცალკე ცვლადი რო გავაკეთო და იმით რომ გამოვიდე ხო მე ღილაკით მაშინ? ხო, აი მასე შეგიძლია ან ნახე რა შეგიძლია გააკეთო, მაგალითად რამე ფუნქცია შევქმნი. შენ იმიტომ მე ჩალიჩოვდი რომ ანუ პირდაპირ გაფილტრული იყო და ცალკე ის რო არ შემექმნა. ცალკე მასივი რო არ გამეკეთებინა. ხო, იდეაში ცალკე მასივის გაკეთება არც მოგიწევს. ეხლა ნახე მეც არ ვაკეთებ ცალკე მასივს. აი ეს ერთი მასივი გვაქვს ახლა ჩვენ.
და ეხლა პროდუქცი რო გამოვიტანო მე. რას მივიღებ? გამოვა კონსოლში ყველა პროდუქტი თუ გაფილტრული. გაფილტრული იქნება. არა, ნახე ჯერ არ იქნება გაფილტრული. იცი რატო? აი ეს ფუნქცია მე არ მაქვს გამოძახებული. ამიტომაც მე რო ეს კონსოლში გამოვიძახო, ნახე? მეიტი ბატონო. ყველა პროდუქტი გამომივა. მაგრამ აი წარმოიდგინე ახლა მე უბრალოდ ფუნქციის გამოძახებას დავწერ აქ, მაგრამ წარმოვიდგინოთ რომ ეს ფუნქციის გამოძახება ღილაკზე დაჭერა იყო. და შესაბამისად, როდესაც აი ღილაკზე დავაჭერთ და ახლა უკვე გამოვიძახებ. ეს პროდუქტი არის უკვე ნახე გაფილტრული მასივი. ასეთი ლოგიკა შეგვიძლია დავწეროთ. რომ იმის მაგივრად რომ მაგალითად, არა, იმის მაგივრად რა სწორად გიწერია, აქაც ყველაფერი კარგად არის. მაგრამ შენ უბრალოდ უნდა დაწერო ლოგიკა, რომლიდან გამომდინარე, აი ამ ეს პროდუქტი, რომ თავიდან არის მთლიანი მასივი. გახდება ის მასივი, რომელიც უკვე გაფილტრულია. და შესაბამისად, აი იგივე ლოგიკით შენ გამოგივა გაფილტრული ისა მთლიანი მასივი კი არა, გაფილტრული პროდუქტები. მიხდი ხო შეძლებ თუ აი მაგალითად გაანახო კიდე რამ. წესით გავაკეთებ თუ რომია მე კითხო კიდე. აი ამას ესეთ დავაკომენტარებ. ხა და თუ გინდა ამ ფოლდერს ჩაგიგდებ ახლა აქ ის რას გავაკეთეთ. არა იყოს აქ ხო ჩანაწერი ხო არის. ხო, არ გიმჩი. დაში ამას და დავაგენერებ ახლა Angular-ის ფაზს. დღეს ძალიან საინტერესო საჭირო თემა უნდა განვიხილოთ. უი ზოგადად ფილტერ მეთოდი ახლა კი განვიხილეთ, მაგრამ ესეთი რაღაც მინდა კითხოთ ახლა თუ გახსოვთ find მეთოდი რას შვება. რა მეთოდი? find მეთოდი, ანუ find რო დავწერე. Find ალბათ ეძებს არ ვიცი. კი, ეძებს და ანუ რა ლოგიკა აქვს? არ ვიცი. იდეაში find მეთოდი იგივეა რაც filter მეთოდი. ოღონდ filter მეთოდი, როგორც უკვე ახლა ვნახეთ, filter მეთოდი გვიბრუნებს მასივს, რომელშიც იქნება უკვე ის ელემენტები, რა ელემენტებიც გადიან ასე ვთქვათ ვალიდაციას, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩვენ შექმნილ პირობას. მაგრამ find მეთოდი გვიბრუნებს პირველ დამთხევას. ანუ წარმოგიდგენთ ფილტერი, რომელიც მასივს გვიბრუნებს. ოღონდ იმის მაგივრად რომ მასივი დაგვიბრუნდეს, მხოლოდ ერთი ელემენტი დაგვიბრუნდეს და ისიც მასივის მასივში არ იქნება და თვითონ მარტო კოდის ელემენტი იქნება. იდეაში ამას პრაქტიკაზე ახლა განახეთ რა Angular file დაგენერდეს ორწამში. ჭირდება და ხო, წინა ლექციაზე ვინც არისო შაბათს. ახლა ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა განვიხილეთ ჩვენ Angular-ში, როგორიც არის routing-ი. Routing-ი არის ჩათვალეთ, რომ აი მთლიანი Angular-ის სტანდარტის მთლიანი იდეა. ამიტომაც ვინც არისო წინა ლექციაზე აუცილებლად გადადით და ნახეთ ჩანაწერი, იმიტომ რომ ჩანაწერის გარეშე და routing-ის გარეშე Angular-ზე ჩაობა თითქმის შეუძლებელი იქნება. აი არის მაგალითად ახლა აქ ლექციაზე ვინც არის routing-ი Angular-ის. რა თქმა უნდა, მე არ ვიყავი წინა გაკვეთილზე და ჩანაწერი ხო არ გინახავს? არა ვერ მოვასწარია, არ მქონდა დროს ამ. არც მე არ მინახავს და ნახავ აუცილებლად. კი, აუცილებლად ნახეთ, იმიტომ რომ დღესაც მინდოდა მაგ თემაზე საუბარი. მაგრამ იდეაში კიდე განვიხილავთ routing-ს და მე კიდე რაღაც დამატებითი თემებიც უნდა განვიხილოთ routing-ზე.
უცილებლად. მაგრამ ეხლა ისე მინდა კიდევ ორ მეთოდზე ვისაუბროთ. ოკეი, ეს დავაგენერირეთ. ხო, წინაზე იდეაში წინა ლექციაზე განვიხილეთ ასევე ესეთი მეთოდი, როგორიც იყო output-ი მეთოდი რა დეკორატორი უფრო სწორად რომ ვთქვათ, რომლის საშუალებითაც მშობელი ელემენტიდან მშობელი კომპონენტიდან უფრო სწორად მშობელ კომპონენტში გადაგქონდა ინფორმაცია. მაგრამ დღეს აუცილებლად უნდა განვიხილოთ ახლა GC დავწერე შემთხვევით. დღეს აუცილებლად უნდა განვიხილოთ კიდევ ერთხელ ეს დეკორატორი ამ მშობელი კომპონენტიდან მშვილობილ კომპონენტში როგორ გადავიტანოთ ინფორმაცია და ასევე მშვილობილი კომპონენტიდან როგორ წამოვიღოთ მშობელ კომპონენტში ინფორმაცია. ესეც მნიშვნელოვანი მოდი ხა ეს გავაკეთებ სერვისის შექმნა არ მინდა GS უნდა დამეწერა live server რომ გაგვეშვა შეგვიძლია ესე გადავიდეთ localhost-ზე აქ ხო მოკლედ მე შევქმნი ახლა რამე კომპონენტს ეს კომპონენტი ხდება ახლა გენერირდება live server-ი ხა PowerShell-ს გავხსნი და აქედან უკვე დავაგენერირებ G generate component and G როგორც generate და C როგორც მაგრამ შემოკლებით შეგვიძლია დავწეროთ ngGC ng generate component მაგალითად დავარქვათ child ანუ როგორც შვილობილი კომპონენტი live server-ი ჩაერთო კომპონენტის დაგენერირდა. ოკეი. გავასუფთავ ტერმინალს და ეხლა შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ. მოკლედ წარმოვიდგინოთ ესეთი სიტუაცია, რომ ჩვენ გვაქვს რამე message for child. ხო, ანუ ესეთი ცვლადი გვაქვს ჩვენ მშობელ კომპონენტში უფრო სწორად ბოდიში ხო არა სწორად ვაკეთებთ მშობელ კომპონენტში ჩვენ გვაქვს რაღაც ცვლადი ეს ცვლადი ჩვენ რამენაირად უნდა მოვახდინოთ აი ამ კომპონენტში ანუ child კომპონენტში ეხლა მე მაგალითად აქ message for child რომ აქვს აი აქ TypeScript-ში ну აი ამ კომპონენტში ამ ინფორმაციას ვერ გამოვიყენებ პირდაპირ ანუ ვერანაირად this-ით ვერ მიმართავ და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ ესეთი კონკრეტული წვდომა არ გვაქვს. ნუ სერვისებით საშუალებით შეგვიძლია ასევე ინფორმაციის გასვლა გამოსვლა, მაგრამ სერვისები რადგან ჯერ არ ვიცით, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ input და output დეკორატორები. როგორ უნდა გადავცეთ ინფორმაცია ახლა შვილობილ კომპონენტს. ჯერ იცი რა გავიხსენოთ? აი მაგალითად აი ეს კომპონენტი, ხო გვაქვს child კომპონენტი HTML, CSS და TypeScript-ის ფაილი. აი აქ HTML-ში რაც წერია child კომპონენტის. ეს მინდა რომ გამოვიტანო ამ მთლიანად ეს კომპონენტი, მინდა რომ აი აქ HTML-ში გამოვიყვანო. როგორ უნდა გავაკეთო ეს? ის უნდა დავუწეროთ app post-ის რო უწერდით ხო? app სელექტორში app child. კი ბატონო. ანუ სელექტორში ჩვენ რაც წერია. ეროვნიკა? ხო, სელექტორში რაც წერია ის. ხო. კი ბატონო. ხო, სელექტორში სახელი რაც გვაქვს ის სახელი უნდა ავდგეთ და თეგის სახელით უნდა დავწეროთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ იმუშავებს. რატომ თუ იცით, რატომ გვიწითლებს? იმპორტი უნდა გავუკეთოთ. კი ბატონო. ანუ ამ კომპონენტში უნდა იყოს დაიმპორტებული იმისთვის, რომ შევძლოთ გამოყენება. child რა თქმა უნდა, აქ უნდა დავწეროთ კლასის სახელი, კლასის სახელი იწყება ყოველთვის კომპონენტის სახელი და შემდეგ დიდი ასოთი კომპონენტის სახელი და მერე კომპონენტი.
ანუ child component. ეს კლასის სახელი უნდა დავაიმპორტოთ. ძიმე და child component. ეს რა თქმა უნდა app component TypeScript-ში. რადგან app component HTML-ში გვინდა გამოვიყენოთ ახლა ეს child component. და ახლა app child-ი ჩვეულებრივად გამოგვიყვება. Live server-ზე რომ გადმოვიდეთ, ნახავთ რომ child works. გამოგვივიდა, ანუ სანამ ეს selectors სანამ გამოვიტანეთ, არაფერი არ იყო. ანუ აქ შეგვიძლია ახლა ორი HR-ი გავაკეთოთ, HR tag-ი, რომლის საშუალებითაც ჩვენ დეში ნახავთ რომ ეს რეალურად კომპონენტის ელემენტია. ეს child works. Okay. ახლა გადმოვა მე TypeScript-ში და TypeScript-ის მხრიდან ჩვენ უნდა გავამზადოთ ადგილი, სადაც მივიღებთ ცვლადს. ანუ app component-დან მე უნდა გადავცეთ ცვლადი ეს ცვლადი message for child, მაგრამ child component-ში უნდა გავამზადო ადგილი, სადაც მე მივიღებ ამ ინფორმაციას, ამ წინასწარ უნდა მქონდეს გამზადებული ცვლადი. ამ ცვლადს ამზადებთ დეკორატორი input-ის საშუალებით. უნდა დავწეროთ ძაღლუკა და input. დავაჭერ tabs ახლა რომ ეს input-ი უნდა დაიმპორტდეს Angular core-დან და შემდეგ უნდა გავხსნათ ფრჩხილები. ახლა ჩვენ უნდა მოვიფიქროთ ცვლადის სახელი. რა ცვლადის სახით მივიღებთ ჩვენ ინფორმაციას? მაგალითად message-ი. რომელზეც იდეაში შეგვიძლია ჯერჯერობით დაუწეროთ რომ იქნება string-ი. ამ ჯერჯერობით ეს message-ი არაფერ ინფორმაციას არ ინახავს. სახელის ნიშნით ამას ვეუბნებით და ასევე უწერთ ტიპს, რა ტიპის ინფორმაციას ვიღებთ, ანუ ორი წერტილი და string-ი. ახლა ნახეთ, ტიპს თუ არ დაუწერთ, Angular-ი გვეჩხუბება. ამიტომაც აუცილებლად მნიშვნელოვანია რომ ეს ტიპი დავუწყებთ. Okay, input დეკორატორით ავწერეთ ახლა ჩვენ და ჩვენ შეგვიძლია ახლა რომ აი ამ ცვლადს გადავცეთ მნიშვნელობა. როგორ უნდა გადავცეთ ახლა ამ message-ს მნიშვნელობა? ახლა ჩვენ შეგვიძლია აი ეს message-ი, რაც input-ში ცვლადი გავამზადეთ, ანუ წინ input-ი რადგან დაუწერეთ, ჩავთვალეთ რომ ანუ ვეუბნები რომ რაღაც ინფორმაცია უნდა მივიღო და ვქნით ცვლადს. ნახეთ, ეს child component-ში უნდა მივიღო ინფორმაცია და ამიტომაც app component HTML-ში გადმოვა და სადაც ამ ელემენტის სელექტორი მიწერია, იქ მე უნდა დავწერო message. ანუ იმ ცვლადის სახელი, რაც ცვლადის სახელზეც უნდა გადავცეთ ინფორმაცია და ჩავსვათ ასევე კვადრატულ ფრჩხილებში. კვადრატულ ფრჩხილებში რატო ვსვავთ მაგასაც გეტყვით? ზოგადად რამე ატრიბუტს, როდესაც კვადრატულ ფრჩხილებში ვწერთ, ეს რას ნიშნავს? რაღაც JavaScript-ის ის მახსოვს ამაზე. თუ ის ხო არის? ანუ არა, სწორი, ანუ იდეაში როგორ ბოლოს რა თქვი? JavaScript-ის კოდი უნდა ჩავწეროთ თქო და მაგით ავიყენებთ იმას. კი ბატონო, ანუ კვადრატულ ფრჩხილებში თუ ატრიბუტს ჩავწერთ, იმ ატრიბუტში უკვე უდრის და ბრჭყალებში რა გვექნება, ის იქნება ყველაფერი უკვე JavaScript კოდი. შეგვიძლია ცვლადი ჩავწეროთ და ცვლადის მნიშვნელობა წამოვა აქ. ამიტომაც მე message ჩავსვი ახლა კვადრატულ ფრჩხილებში, იმიტომ რომ აი აქ მინდა რომ გამოვიტანო ცვლადის მნიშვნელობა. ცვლადის მნიშვნელობა რა იქნება ახლა? რომელი ცვლადი მინდა რომ ჩავწერო? Message for child. ახლა მე ამ message for child-ს დავწერ აი აქ ბრჭყალებში. რაც იმას ნიშნავს, რომ აი აქ ჩაწერილი მნიშვნელობა გადავა message-ზე. ანუ ეს message-ი მიიღებს მნიშვნელობას. და აი აქ მივიღებთ ჩვენ message-ში ამ ცვლადის მნიშვნელობას. ჩვენ ახლა შეგვიძლია მაგალითად აი აქ პარაგრაფში child works-ის მაგივრად ინტერპოლაციის საშუალებით გამოვიტანოთ ეს message-ი, ანუ child component HTML-ში ეს message-ი და მოდი ვნახოთ. და hello child მივიღეთ ახლა აქ. ანუ მოდი ეტაპობრივად მივყვეთ ახლა. მოდი ყველა იმას დავხურავ. და დავიწყოთ რა გზას გადის ახლა ჩვენი message for child.
message for child გამზადებული გვაქვს სვლადი მშობელ კომპონენტში და შვილობილ კომპონენტში ჩვენ გვაქვს გამზადებული input დეკორატორი, რომელშიც შევქმნით უკვე სვლადი, რომელშიც მივიღებთ ინფორმაციას. message არის სვლადი, რომელშიც ჩაიწერება მშობლიდან წამოსული ინფორმაცია. და საიდან გადავწევთ? მშობელი კომპონენტის. მშობელ კომპონენტში ჩვენ რადგან შემოგვაქვს აი ეს up child-ი, სელექტორი in კომპონენტის იმ კომპონენტის სელექტორის გამხსნელ ტექსტში ატრიბუტის სახით წერთ იმ სვლადის სახელს, რომელიც გვაქვს შვილობილ input-ში გამზადებული. რა თქმა უნდა, კვადრატ ურჩხილებში იმიტომ წერთ, რომ JavaScript კოდი გვინდა რომ აი ჭალებში ჩაიწეროს და რამე სვლადი წამოვიდეს, თორე რეალურად მე რო ეხლა ესე დავწერო, უბრალოდ message for child ან რაც არ უნდა დავწერო რა. უბრალოდ აი ეს მნიშვნელობა გადაეცემა ტექსტის სახით აი ამ message-ს. ნახეთ? აი ეს რაც ჩავწერეთ ჭალებში. მაგრამ მე რადგან კვადრატ ურჩხილებში ვსვავ აი ამ message-ს, ესე იგი მინდა რომ რაღაც სვლადის მნიშვნელობა წამოვიდე. ანუ აქ app კომპონენტიდან აი ამ სვლადის მნიშვნელობა, ანუ ეს hello child და message-ს გადაეცემა. message-ს რადგან გადაეცემა ჩვენ აი აქ TypeScript-ში უკვე გამზადებული გვაქვს input-ის საშუალებით და ვეუბნებით რომ ეს ინფორმაცია უნდა მივიღო. ვიღებთ აი ამ ინფორმაციას და შემდეგ child კომპონენტში პარაგრაფში გამოყვავს უკვე ეს message. და რეალურად ხედავთ რომ აი ეს hello child გადაეცა მშობელ კომპონენტს. მშობელ კომპონენტს. მიხდით თუ ვერა? რამე კითხვა ხო არ გაქვთ, რამე ხო არ იყო გაუგებარი? კი, გასაგები იყო. კი ბატონო. კარგი, ახლა ჩვენ ნახეთ მშობელი კომპონენტიდან როგორ გადაეცემა შვილობილ კომპონენტს რაღაც ინფორმაცია. მოდი ახლა პირიქით გავაკეთოთ. შვილობილი კომპონენტიდან გადმოვიტანოთ ინფორმაცია მშობელ კომპონენტში. ამისთვის კი ჩვენ დაგვჭირდება event emitter. მოდი ახლა ყველაფერი რაც დავწერეთ, მე დავაკომენტარებ დროებით. აი აქ ყველაფერი, აქ რაც მიწერია, აქ რაც მიწერია. ანდიაში მოდი წავშალოთ რა სულ, იმიტომ რომ მე ახლა შემდეგ თემებზე რასაც განვიხილავთ. მე იმ თემებზე ხელს შეგვიშლის და ჯობია რომ წაშლილი იყოს და გასკავოს თოთ ყველაფერი. არა ვიდით. კარგი, ნუ ახლა ყველაფერი გავასუფთავე და child კომპონენტში, child კომპონენტის TypeScript-ის ფაილში message for parent. სვლადს გავაკეთებ. ესეთი რაღაც გავაკეთებ. ესეთ დავწერ და ახლა ეს ინფორმაცია რამენაირად უნდა გავაგზავნოთ. როგორ უნდა გავაგზავნოთ ეს ინფორმაცია? პირველ რიგში ახლა უნდა შევქმნათ სპეციალური სვლადი. მაგალითად emitter-ს დავარქმევ სახელს, რომლის მნიშვნელობაც იქნება, ნახეთ, new event emitter. უნდა გავხსნათ ფრჩხილი. იდეაში new event emitter-ი გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენც რა შეგვიძლია, აი აქ ფრჩხილებში, ანუ ესეთი იდეაში generic ტიპის ფრჩხილები შეგვიძლია დავწეროთ generic ტიპებს აგიხსნით, მე რა არის, ზოგადად მოკლედ რომ გითხრათ, წინასწარ ვეუბნებით თუ რა მნიშვნელობა უნდა მიიღოს ამ ელემენტმა, ანუ დაახლოებით ამის ვარიანტია რა, string-ი რო დაუწერო და დახლის ნიშანი. მაგრამ ამას ალკეც განვიხილავთ, შეგვიძლია წინასწარ უთხრათ რა შემთხვევაში გამოვიყენებთ ამ event emitter-ს. event emitter-ი რა არის ზოგადად? event emitter-ის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია, აი ესე ვიტყვი, გავისროლოთ ინფორმაცია მშობელ კომპონენტში. ანუ ჩვენ როდესაც შევქმნით new event emitter-ი და უთხარით რომ აი აქ ფრჩხილებში ჩავწერეთ string-ი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვეუბნებით, რომ მე უნდა გავისროლო მშობელ კომპონენტში ინფორმაცია, რომელიც იქნება string-ის ტიპის. ეხლა ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება ფუნქციის შექმნა. send message. send message მეთოდი შევქმნათ
და ეს send message მეთოდი და აქ უნდა ავწეროთ უბრალოდ ეხლა სპეციალური ინფორმაცია. ხეთ ჩვენ ეხლა უნდა შევქმნათ უბრალოდ უნდა მიმართოთ this emitters და გამოვიძახოთ ესეთი მეთოდი, როგორიც არის, ანუ ეხლა emitters სვადს, როდესაც მივეცით new event emitter, აი ეს სვადი გახდა ეს event emitter. ის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია გავისროლოთ ინფორმაცია მშობელ კომპონენტში. და რადგან ეს დაუწერეთ, ჩვენ ვთქვათ, რომ ახალი event emitter-ი იქნება, აი ამ სვადს მიეცა რაღაც სპეციალური შესაძლებლობები და მიიღო რაღაც სპეციალური მეთოდები. მაგალითად, ეხლა new event ზოგადად აი ამ სვადს emitters რომ მივმართოთ, ჩვენ შეგვიძლია აი აქ გამოვიძახოთ ესეთი ინფორმაცია, როგორიც არის ესეთი მეთოდი, როგორიც არის emit. დავაემიტოთ რაღაც ინფორმაცია. სადაც უკვე უნდა გადავცეთ ის მნიშვნელობა, რაც უნდა გავისროლოთ. Message for parent. Did you mean instance number? ხო, this რა თქმა უნდა. This message for parent. ესამისად, აი ამ ემიტერის საშუალებით, ჩვენ შევძელით, რომ გამოგვეძახებინა ფუნქცია emit-ი output-ში მეგობრებო, ორი წამირეკავენ. დისკრეტ სამსახურიდან მირეკავდნენ და მepasukha. ხო, ანუ ეს გავჩერდით. ხო, emit მეთოდის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გავისროლოთ ინფორმაცია მშობელ კომპონენტში. ანუ როგორც წერან inputs დეკორატორის შემთხვევაში ჩვენ იმ კომპონენტის სელექტორში, ანუ მაგალითად ეხლა child component ხდება, ანუ app component HTML-ში აუცილებლად უნდა გქონდეს, აქ HR-ი აღარ ხდება, app child. ანუ ის ელემენტი აუცილებლად უნდა გქონდეს სელექტორის საშუალებით შემოტანილი. და იქ როგორც ვაკეთებდით კვადრატულ ფრჩხილებში რო წერდით messages. ანალოგიურად ეხლა უნდა ჩავწეროთ აი ამ სვადის მნიშვნელობა აი აქ. ოღონდ ნახეთ მრგვალ ფრჩხილებში. რადგან ეს იქნება ეხლა რაღაც ივენტი. როგორც კლიკი არის მეგობრებო ივენტი, ასევე არის ეს ასევე გახდა აი ეს სად არის ხო ეს ემიტერი ივენტი. აქ ჩვენ შეგვიძლია ემიტერი გამოვიძახოთ, empty expression are not allowed. empty რატო არის? თავი რაღაც გამორჩა. ხო, ანუ input output დეკორატორი მე გითხარით, ანუ აქ აუცილებლად ზაღლუკა output გჭირდება. output. რა პრობლემა? და ფრჩხილები, ხო. ხო, ანუ როგორც ინაზე input დეკორატორს დაუწერეთ სვადი, რომელიც შევქმნით. input დეკორატორი დაუწერეთ. აქ უწერთ output დეკორატორს.
ვეუბნებით, რომ ეს რაღაც უნდა გავიდეს. ეს ამისად emitters უდრის და ბრჭყალებს დაუწერთ ახლა ჩვენ და ვეტყვით, რომ აქ რაღაც ფუნქციას გამოვიძახეთ, მაგალითად, get data. რომელსაც აუცილებლად პარამეტრის სახით უნდა გავატანოთ, ნახეთ, $, და event. გადმოვალ მე app კომპონენტში, ეხლა ვეუბნები, რომ get data მეთოდს ვიძახებ. მაგრამ get data მეთოდი idეაში არ გვაქვს, ხო, ჩვენ აქ. ამიტომაც app component HTML-ში შეგვიძლია get data მეთოდი გავაკეთოთ. და ეხლა ნახეთ error-ია რაზე თქვენი აზრით, აბა? აი აქ events მიწითლებს. რის უბრალოდ შეიძლება იყოს. და მე აზრი ხო არ გვაქვს. აი რაზე შეიძლება Angular-ი მეჩხუბებოდეს. ეგეც დასაიმპორტებელია? არა. აი რაღაც პატარა დეტალია, ну რაც Angular-ს არ ეხება იდეაში. ანუ ვიძახებ ფუნქციას, გადავცემ რაღაც events. აი აქ შევქმნი ეს ფუნქცია. get data-ს ფრჩხილებში რამე ხო არ უნდა ქონდეს. აბა? get data-ს ფრჩხილებში ხო არ უნდა ქონდეს აღწერა. ანუ ხო, კი ბატონო, ახლოს ხარ, ანუ event-ი გადაეცე. ანუ ეს event-ი ხო უნდა ეწეროს რა არის კიდე სხვაგან. უკვე ეს უკვე $, event-ი, იცით რა არის? $, event-ი არის ზუსტად სახელი რომ მოგვაქვს. არა? აი ეს თვითონ ცვლადი არის უკვე. აი აქ რაც ვიწერია. ეს არის $, event-ი. ან $, event-ი ზოგადად $, event-ის მნიშვნელობას მე არ გიხსნით ახლა. რას ნიშნავს კლიკის საშუალებით უფრო დეტალურად, მაგრამ ჯერჯერობით ვიცოდეთ ახლა რომ არის ცვლადის მნიშვნელობა. და აქ შეგვიძლია message გავაკეთოთ string. ანუ რეალურად მე ჯერ HTML-ს ამბობთ რომ არაფერი არ გვაქვს, ხო? ანუ მე მაქვს რაღაც მეთოდი get data, რომელშიც ვეუბნები რომ პარამეტრის სახით მაქვს message. ეს message ჯერჯერობით არანაირი მნიშვნელობა ამ message-ს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ხო, უბრალოდ უთხარი რომ მექნება რაღაც პარამეტრი message, რომელიც იქნება string. ფუნქციაში ჩაწერილ პარამეტრს მნიშვნელობა როდის მიეცემა? ან თუ გამოვიძახებთ ან კონსტრუქტორში ჩავსვათ. ხო, ანუ ფუნქციის პარამეტრს ზოგადად ფუნქციაზე რა, Angular-ში არ გულისხმობს ზოგადად ფუნქციას. როდესაც პარამეტრს დავუწერთ ფრჩხილებში ჩაწერილ პარამეტრს მნიშვნელობა როდის გადაეცემა? ფუნქციის გამოძახებისას იმასაც ფრჩხილებში უნდა ჩაუწერთ. კი ბატონო. კი, ფუნქციის გამოძახებისას ფრჩხილებში რასაც ჩაუწერთ, ის გახდება ის პარამეტრის მნიშვნელობა. ეხლა პარამეტრი გვაქვს ჩვენ message და ამ message-ს პარამეტრი მიეცემ ამ message-ის მნიშვნელობა გახდება მე დაამებნაენა. ამ მეთოდის პარამეტრს მნიშვნელობა მიეცემა მაშინ, როდესაც ჩვენ აი ამ მეთოდს გამოვიძახებთ. და აი ამ მეთოდს ვიძახებთ აი აქ. ვეუბნებით რომ აი აქ უნდა გამოვიძახოთ და გადავცემთ $, events. ეს $, event-ი არის ზუსტად იმ ცვლადის მნიშვნელობა, რაც ცვლადით გამოვიქნიეთ შვილობილი კომპონენტიდან. და შესაბამისად ეხლა ჩვენ ერთი ის გადაგვჩენია რომ ეს send message ფუნქცია გამოვიძახოთ, იდეაში შეგვიძლია კონსტრუქტორი შევქმნათ და კონსტრუქტორში გამოვიძახოთ ეს send message და this send message გამოვიძახოთ. და ეხლა ვნახოთ კონსოლში რას მივიღებთ. კონსოლში ვერაფერი ვერ მივიღეთ. რატომ? send message-ს ვიძახებ. მოდი აბა ღილაკზე დაჭერით გამოვიძახებ child component-დან. ნახოთ, ხო. კონსტრუქტორში რა პრობლემა იყო, მაგრამ ზოგადად ერთი იმას
გეტყვით, რომ ფუნქციის ალტერნატივას განახებთ მე engine-ით. დღეს იდეაში მინდა რომ განვიხილოთ და აი კლიკის საშუალებით გადავხსენებთ მნიშვნელობას. ანუ event emitter-ი და აი ეს output დეკორატორი ცოტა რთულია გასაგებად, იმიტომ რომ ბევრი რაღაც ვიწევს რა პირველ რიგში ცვლაც ვქნით, რომელსაც event emitter-ის მნიშვნელობას ვანიჭებთ. ახალი event emitter-ი უნდა დავწეროთ new event emitter-ი და აი ეს ცვლად იღებს უკვე რაღაც შესაძლებლობებს, ასე ვთქვათ და შემდეგ ამ emitter-ს ამ ცვლას მიმართავთ და ამ ცვლიდან გამომდინარე ვიძახებთ სპეციალურ მეთოდს emit, რომლის საშუალებითაც ვეუბნებით, რომ მე უნდა გავაგზავნო ინფორმაცია და რა ინფორმაცია უნდა გავაგზავნო. აი ეს ამ ინფორმაციას ვატან, ანუ ამ ცვლას. შემდეგ გადმოვდივართ შვილობილ კომპონენტში, მშობელ კომპონენტში უბრალოდ და მშობელ კომპონენტში ვეუბნებით, რომ ამ emitter-ი, ეს emitter-ი არის event-ი და რა event-ია. როდესაც ინფორმაცია მოვა, ანუ ვეუბნებით, რომ up child-ი, როდესაც გამოაგზავნის ინფორმაციას, ამ დაემიტდება. გამოვიზახებ ფუნქციას get data-ს და გადავცემ $events. $event-ი უკვე იმ ცვლადის მნიშვნელობა, რაც გამოვატანთ. შემდეგ ეს გადაეცემა up კომპონენტში. message-ის მნიშვნელობა და კონსოლში გველოდება. ხო, ცოტა რთული თემაა. ეხლა ზოგადად კარგია რომ იცოდეთ input და output დეკორატორები, ეს event emitter-ი და input-ი. სიტუაციები იქნება, სადაც შეიძლება გამოგვადგეს. მე განახებთ ამის უფრო მარტივ ალტერნატივას, ეხლა აუცილებლად. დღეს მინდა მაგის განხილვაც. და იდეაში უფრო კარგად მიხვდებით შემდეგ უკვე რასთან გვაქვს საქმე. და აი ზოგადად რაში შეიძლება დაგჭირდეს მშობელი ელემენტი და მშვილობილ ელემენტში ინფორმაციის გადატანა. ოკეი. ond გაითვალისწინეთ ორივე შემთხვევაში სელექტორის საშუალებით მოგვიწევს რომ გადავცეთ ინფორმაცია. აუ არა და დღეს ძალიან მინდოდა routine-ზე რაღაც საინტერესო რაღაცის ახსნა. როგორ ჩანს? ახსენი. მაგრამ აი ჩათვალეთ რომ ვერაფერს ვერ გაიგებთ. ვინც არის ყავს, მაგრამ იდეაში მაინც თავიდან დავუყუროთ და შესავალს გავაკეთებ დღეს. მანამდე შეგვიძლია განვიხილოთ სერვისები. მოდი ახლა იდეაში შესავალს გავაკეთებ სერვისების, შემდეგ შესავალის შემდეგ გორჯობია, ხო, შესვენება გავაკეთოთ და მე უკვე დავიწყოთ დეტალურად განხილვა. მოკლედ, როდესაც ჩვენ ეხლა ნახეთ რომ მშობელი კომპონენტი და მშვილობილ კომპონენტს გადავეცით ინფორმაცია. მშვილობილი კომპონენტი და მშობელსაც გადავეცით ინფორმაცია. ანუ მშობელსა და შვილს შორის დავამყარეთ კონტაქტი. ინფორმაციის გაცვლა გამოცვლა შევძლებთ. მაგრამ ეს input და output დეკორატორები არ იმუშავებს რამდენიმე კომპონენტ შორის. ანუ მაგალითად ერთი კომპონენტიდან, მაგალითად child კომპონენტი ხომ აქვს და კიდე რამე კომპონენტი რომ მქონდეს post კომპონენტი პირობით. ამ post კომპონენტს ვერ გადაეცემოდა ვერანაირად მნიშვნელობა. რადგანაც ეს input და output-ი მხოლოდ მშობელი შვილის შემთხვევაში შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. ამიტომაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მეთოდი იმისთვის რომ ინფორმაცია გავცვალოთ კომპონენტებს შორის, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სპეციალური სერვისები, რომლის საშუალებითაც მყარდება კონტაქტი კომპონენტებს შორის. მოდი ახლა ჩვენით შევქმნათ ეს სერვისი. მოდით ახლა მე იდეაში დავაკომენტარებ აქ რას დავწერეთ output-ში. დავაკომენტარებ აქ child-ზეც. დავაკომენტარებ ყველაფერს. და მოდი კიდევ ერთი კომპონენტი შევქმნათ. გავხსნით ტერმინალს. ფოტოში ზაზდა სანამ დაიწყებთ. ანუ აი ეს კომპონენტი რო წერია, ანუ მაგებს არ აკომენტარებთ. თქვენი სულ უნდა გქონდა ეს, აი ეგ აღარ მახსოვს. აი ზემოთ რაც გაქვს. კი, აუცილებლად. ოკეი. ეს უბრალოდ კლასში რაც გვეწერა, ის დავაკომენტარეთ, უბრალოდ რომ ხელი არ შეგვიშალოს.
ვარ დაგვაბნიხოს ასე ვთქვათ, თორე ეს აუცილებელია რომ ეწეროს. ანუ ეს კომპონენტი დეკორატორი თუ არ იქნება, ანუ ესე იგი პირველ რიგში ამ სამ ფაილს შორის ერთმანეთთან კავშირი არ იქნება და ასევე თვითონ კლასიც არ იმუშავებს, ასე ვთქვათ. აი ეს რო დავაკომენტაროთ. გასაგებია. იდეაში აი აქ map კომპონენტშიც იდეაში მას წაშლა მოგვიწევს. ანუ აუცილებელია რა კომპონენტიდან გამომდინარე ავწერთ კლასი რა ფუნქციას ასრულებს. და ეხლა იდეაში როგორც ვთქვი, დავაგენერირებ ახალ კომპონენტს ng generate component და გვაქვს child component და მოდი კიდე რამე კომპონენტი შევქმნათ სახელით მაგალითად მოდი ისევ post-ი იყოს. მაქვს ახლა იდეაში ორი კომპონენტი აპში, child კომპონენტი და post კომპონენტი. post კომპონენტი. და ფინალს დავყურავ ახლა ეს ნახეთ აპზე მივიტან მაუს ორი მარჯვენა რილაკი მაუსზე და new folder, ანუ ახალ folder-ს გავაკეთებ. რომელსაც დავარქმევ services. ანუ სერვისებისთვის ჯობია რომ ყოველთვის გქონდეს ცალკე folder-ი, რომელშიც გვექნება განაწილებული სხვადასხვა სერვისები. იდეაში აი მაგალითად რას გულისხმობ ახლა რომ კომპონენტებს შორის ინფორმაცია გავანაწილო. პირველ რიგში აი სად შეგვიძლია დაგვჭირდეს ეს ინფორმაციის განაწილება. მაგალითად routing-ზე ახლა ესეთ ძალიან საინტერესო რაღაცას ვნახავთ, რომ მაგალითად საიტზე გვყავს მომხმარებლები და აი ამ მომხმარებლებზე ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდი გვინდა გავხსნათ. ანუ აი როგორც Facebook-ზე არიან ადამიანები და რო დააჭერ იმის კონკრეტული ადამიანის გვერდზე გადადიხარ. ანალოგიურად ჩვენ გვჭირდება რომ აი ეს მომხმარებლები როდესაც გვეყოლებიან, დავაჭიროთ იმ ერთ-ერთ ადამიანზე და გაგვეხსნას იმ ადამიანის, ასე ვთქვათ, პირადი გვერდი. ეს ადამიანის შესახებ გვექნება ინფორმაცია, მაგალითად სერვისში და შემდეგ უკვე სერვისიდან გამომდინარე მივიღებთ ორივე გვერდზე ამ ინფორმაციას, ანუ ორივე კომპონენტში გვექნება ორივე კომპონენტიდან გვექნება წვდომა აი ამ ადამიანს. მოდი იდეაში პრაქტიკაშიც ვნახოთ ეს. აი აქ შევქმნი ახლა services folder-ში, შევქმნი ახლა ახალ ფაილს. და მოდი მოვუფიქროთ სახელი. მაგალითად ახლა მე მინდა რომ პოსტები შევქმნა child კომპონენტში და გადავცე post კომპონენტს. ამიტომ მე სერვისს დავარქმევ ნახეთ post, ანუ რას აღწერს ეს სერვისი, შემდეგ წერტილი service და წერტილი ts, ანუ TypeScript-ის ფაილი. post წერტილი service წერტილი ts. ეხლა მოდი ესეთი რაღაც ვნახოთ, მოდი სხვა კომპონენტებს დავხურავ. და ეხლა ესეთი რაღაც ვნახოთ. აქ პირველ რიგში აუცილებლად უნდა შევქმნათ დეკორატორი, რომელიც მიცემს კლასს რაღაც ინფორმაციას. ანუ ჩვენ ხო გვაქვს ჩვეულებრივ კომპონენტებში დეკორატორი კომპონენტი, რომელიც აძლევს კლასს მეტა ინფორმაციას. რაც იმას ნიშნავს, რომ ეუბნება რომ შენ უნდა იყო ერთ-ერთი კლასი, რომელიც იქნება კომპონენტის ტიპის. ანუ გექნება სელექტორი, გექნება standalone სტანდარტი იდეაში, იმპორტები, რეები უნდა დაიმპორტდეს, კავშირი HTML-თან, კავშირი CSS-თან. ამ ყველაფერზე ინფორმაციას კლასს ხო დეკორატორი კომპონენტი აძლევს. მაგრამ ჩვენ რომ სერვისს უთხრათ რომ სერვისი იქნება იდეაში და ჩვეულებრივი TypeScript-ის ფაილი არ არის, ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება ესეთი დეკორატორი, როგორც არის injectable. Injectable. აბი აუცილებლად უნდა დავაიმპორტოთ Angular core-დან, ანუ Angular-ის ბირთვიდან მოგვაქვს ინფორმაცია. უნდა გავხსნათ ჭილები და შემდეგ ფიგურული ფრჩხილები. სადაც იდეაში ჩვენ უნდა დავწეროთ ნახეთ როგორ რაღაც provided in ორი წერტილი და root. ანუ ჩვენ ახლა ვეუბნებით რომ ეს
კომპონენტი იქნება Angular-ის მთავარ, ასე ვთქვათ, ფესვებში იქნება დაპროვაიდირებული და შემდეგ შეგვიძლია ნებისმიერი კომპონენტიდან გამოყენება. იაში მე აუცილებლად განახებთ ფესვებში რო არ დავაპროვაიდოთ სხვა რა მეთოდები შეგვიძლია აქ გამოვიყენოთ, მაგრამ ყველაზე ხშირად იდეაში ჩვენ გვჭირდება რომ Angular-ის ფესვებში გავიტანოთ ეს ყველაფერი. ანუ იდეაში მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა დავწეროთ provided in root. ეხლა გვიწითლებს რეალურად აქ ყველაფერი სწორად გვიწერია, მაგრამ Angular-ი აი აქ ქვემოთ რატომღაც გვიწითლებს, გვეჩხუბება რაღაცაზე. თქვენი აზრით, აი რაზე გვეჩხუბება Angular? აი რა პრობლემა შეიძლება აქ იყოს აქ? თუმცა წერან რა ვთქვი დეკორატორი კომპონენტის მთავარი დანიშნულება რა არის და ხო, იდეაში რა არის დანიშნულება? ეს სერვისი ხო არ არის დასაიმპორტებელი? არა, ყველაფერი სწორად გვიწერია, მაგრამ აი რაღაცის გამო გვეჩხუბება. აი კომპონენტი რა ასაკეთებდა, დეკორატორი კომპონენტი რა შვებოდა? აკავშირებს ხო style CSS და HTML-ს და ასე შემდეგ. კი ბატონო, და ამ ყველაფრის ინფორმაციას ვის აწვდიდა? ვის აწვდის ამ ინფორმაციას ვისთვის ვაკეთებთ დეკორატორს? Servers. არა, სერვერზე არა. HTML-ს. რა ნიკა შე რა თქვი? html.com. არა, HTML-ს არა. უფრო ისეთი თმარა. აი წერა ამ თქვი 2 წუთის წინ მეტა ინფორმაციას ვის აძლევდა? მომხმარე. ეს დეკორატორი კომპონენტი ამ ინფორმაციას აწვის class. ანუ დეკორატორის მთავარი დანიშნულება ის არის, რომ class გადაცეს რაღაც მეტა ინფორმაცია. და როდესაც ჩვენ აქ ვიმყოფებით, აქ რა პრობლემა შეიძლება გქონდეს? class. ანუ ჩვენ აქ აუცილებლად უნდა დავუწეროთ export class და სახელი რა ექნება? ანუ სერვისის სახელი არის post-ი, შესაბამისად post-ი და თვითონ ეს არის სერვისი, ამიტომაც სერვისი. სერვისის ფაილი გვაქვს, ამიტომაც post service ვარქმევთ სახელს. ეხლა ერორი გაქრა. ანუ როგორც უკვე ვთქვი, დეკორატორი აძლევს class რაღაც კონკრეტულ მეტა ინფორმაციას. ჩვენ აქ რადგან კლასი არ გქონდა, გვიწითლებდა და გვეუბნებოდა იმას, რომ კლასი არ გაქვს, რომ მეტა ინფორმაცია რას უნდა მივაწოდოთ. ამიტომაც შევქმნით კლასი და ეხლა ეს კლასი იქნება დაპროვაიდირებული Angular-ის ფესვებში. და ეხლა უკვე შეგვიძლია სერვისის გამოყენება. იდეაში შეგვიძლია ეხლა შესვენება გავაკეთოთ და გადავიდეთ უკვე სერვისების პრაქტიკაზე გამოყენებას. Try-bit. დროებით.
აქ არის მეგობრებო? დიახ. კი ბატონო. კი ბატონო. არგით გავაგრძელოთ მაშინ. მოკლედ ჩვენ შევქმნით რაღაც სერვისი. სადაც შეგვიძლია რამე ინფორმაცია შევინახოთ, ხო? ეხლა ზოგადად მოდით პირდაპირ აი რამე პრაქტიკული მაგალითი შევქმნათ. საიდან გამომდინარე, რეალურად შეიძლება რაღაც ანუ ესეთი მაგალითი, რომელიც ხშირად გვხვდება რეალურ პროექტებში. აი მაგალითად მე მექნება ეხლა სერვისში შექმნილი რამე მასივი. ამ ჩვეულებრივად კლასი გვაქვს, ჩვეულებრივად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ანუ ამ TypeScript-ის ხალხს არც HTML-ი, არც სტილები არაფერი არ აქვს. აქ ვინახავთ უბრალოდ რაღაც კონკრეტულ ლოგიკებს და ინფორმაციებს. მაგალითად აქ მექნება ეხლა შენახული მე რამე ცვლადი. მაგალითად users-ი, ხო, წეგან როგორც საუბრობდით, შევქმნით ცვლად users და აი აქ ობიექტების სახით ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ მომხმარებლები. მაგალითად name ექნება. ნუ ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა. user 1 მაგალითად, age ექნება user age მაგალითად, ანუ და იდეაში შეგვიძლია ID-ს გადავცეთ 1. ჩამოვაკოპიროთ ახლა ეს მომხმარებლები 2, 3, 4, 5. user 3, user 4. 4 user 5 და ასაკებით შევცვალოთ. 4, 26. რაღაც მასივი შევადგინეთ, რომელშიც არიან მომხმარებლები. ეხლა მოდით იდეა პოსტი გავაკეთეთ, პოსტ კომპონენტი და ისმევთ, ხო? მოდი ჯობია რომ პოსტები გავაკეთოთ. უცბად რამეს მოვიფიქრებთ ხო? ამას ავშლი, მაგალითად title სათაური რა ექნება მაგალითად post 1 მაგალითად და ტექსტი იქნება რამე და მომენტს $6 ორა რაღაც მე აქაც რამე ტექსტ ამოვიღოთ სოფლორა 70 არა 16 დავაგენეიროთ იგადოთ ორე პოსტის გვექნება. ანუ გვაქვს ორი ობიექტი იდეაში ამ მასივში. ერთში არის პირველი პოსტი, უბრალოდ არის ორი ობიექტი. გვაქვს ორი პოსტი. პოსტებს აქვთ ესეთი მნიშვნელობები. სათაური და თვითონ ტექსტი. ამ პოსტში რაც იმყოფება. და ეს ტექსტი შეგვიძლია ცოტა გავზარდოთ. რა ვიცი რა ხდება, ანუ ცოტა დიდი პოსტები რო იყოს. ესეთი სახით შევინახოთ ინფორმაცია. კაი, ეხლა ეს მასივი როგორ უნდა გამოვიყენოთ რომელიმე კომპონენტში. ანუ სერვისში შექმნილი მასივი მინდა რომ გამოვიტანო უბრალოდ post კომპონენტის HTML-ში. პირველ რიგში სანამ HTML-ში შევძლებ აი ამ post სერვისის გამოყენებას, მე კომპონენტის TypeScript-ში უნდა დავაინჯექტო. ანუ რამენაირად უნდა შემოვიტანო. როგორ ხდება ამ სერვისის დაინჯექტება. უნდა შევქმნათ კონსტრუქტორი, იდეაში ორი მეთოდია. შეგვიძლია შევქმნათ კონსტრუქტორი და კონსტრუქტორის ფრჩხილებში უნდა დავაინჯექტოთ. წინაზე თუ გახსოვთ, წერდით, ანუ როუტერი შემოვიტანეთ, ანუ მაგალითად private router და მე შემოგქონდა router რაღაც კლასი. მაგრამ ეხლა ჩვენ უნდა დავწეროთ პირველ რიგში ინკაპსულაციაზე ეხლა გეტყვით რა და როგორ არის მაგალითად ჯერჯერობით დავაწერთ privates ამ პრივატული ცვლადი გვექნება კონსტრუქტორში და შემდეგ უნდა მოვიფიქროთ სახელი რა სახელით უნდა შევძლოთ აი ამ სერვისის გამოყენება მაგალითად ჩვეულებრივი სახელი სერვის დავარქვათ ორი წერტილი და ეხლა ორი წერტილის შემდეგ, აი როგორც ცვლადს ვქნით და მაგალითად ეუდრის
5 და ეს იქნება მაგალითად 2 წერტილი და ნამბერი, ანალოგიურად აი ამ სერვისს უნდა მივცეთ ტიპი ახლა, რა ტიპის იქნება. მაგრამ ტიპში string-ის და boolean-ის და მაგის-მაგივრად უნდა დავწეროთ იმ კლასის სახელი, რომელი კლასით გვაქვს სერვისში. ანუ ნახეთ, რომელი კლასი გვაქვს აქ? post სერვისი, ხო? პოსტების სერვისი. ამიტომაც აი ეს post სერვისი უნდა მივანიჭოთ აი ამ სვლადს, ну, როგორც სვლადი ისე ვქნით. კლასი უნდა მივანიჭოთ როგორც ტიპი. ანუ ნახეთ post სერვისი. და ტაბი აუცილებლად უნდა დაიმპორტდეს ეს TypeScript-ში ეს სერვისი, თუ გვინდა რომ აი აქ შევძლოთ გამოყენება. ნახეთ, ჩვენ ახლა სერვისის სახელით შეგვიძლია მივმართოთ აი ამ კლასს. და აი აქ რაც იქნება, ყველაფერი გამოვიყენოთ. მაგალითად, ახლა მე შემიძლია უთხრა, რომ რამ ფუნქცია შევქმნა პირობითად. მაგალითად, ну არა აქვს a მაგალითად a მეთოდი გავაკეთო და უთხრა რომ კონსოლში დამილოგე სერვის წერტილი და ნახეთ ეს მე როგორც უკვე გითხარით მომდის. ნახეთ, კლასი არის იგივე ობიექტი, ხო? როგორც უკვე ვისაუბრეთ, ანუ ობიექტის პროტოტიპია. მაგრამ როგორც კლასიდან ვიღებდით რაღაც მნიშვნელობებს, ანალოგიურად შეგვიძლია როგორც ობიექტიდან ვიღებდით უბრალოდ მნიშვნელობებს. ანალოგიურად შეგვიძლია კლასიდან ამოვიღოთ რამე მნიშვნელობა. ჩვენ სერვისს მივმართეთ და თუ გვინდა რომ აი ამ კლასის მაგალითად მასივი user-ში ამოვიღოთ, ამისთვის უნდა დავწეროთ this service და შემდეგ წერტილი, ნახეთ წერტილი რო დავწერე უკვე ამომიგდო შიგნით რაც ვთვლადი გვაქვს. რა რამე ფუნქცია რომ მქონდეს მაგალითად log data მაგალითად ესეთი ფუნქცია რომ მქონდეს. აქ წერტილის დაწერის შემდეგ ამასაც მაჩვენებდა. ნუ აქედანაც შემიძლია პირობითად ის ფუნქცია გამოვიძახო რა. ამიტომაც შემიძლია მივმართო ცვლადს, აი ამ post სერვისში მყოფ ცვლადს და კონსოლში გამოვიტანო, მაგრამ ჯერჯერობით ეს კონსოლში გამოტანა არ გვჭირდება ჩვენ. და აი აქ მე დავუწერე private. რას ნიშნავს private? სერვისის წინ. ინკაპსულაცია აუცილებლად უნდა გქონდეს ეს private, protected and public აუცილებლად უნდა გვეწეროს და მაგასაც განვიხილავთ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. როდესაც private გვიწერია კონსტრუქტორში შექმნილი ცვლადის წინ ეს იმას ნიშნავს. ამით ვეუბნებით უпростоრად, რომ აი ამ სერვისის გამოყენება მე შემიძლია მხოლოდ აი ამ კლასში. ანუ ამ კლასის იქით ვერ გამოვიყენო. შემიძლია დავუწერო protected. რაც იმას ნიშნავს, რომ მე შემიძლია გამოვიყენო ამ კლასში და HTML-ში. და როდესაც უწერ public-ს, ანუ არანაირი შეზღუდვა არ მაქვს. მაგრამ ჩვენ დაგვჭირდება ახლა protected. იმიტომ რომ აი ამ სერვისს მე აუცილებლად უნდა მიმართო HTML-ის მხრიდან. და აი რატომ ჭირდება HTML-ის მხრიდან მიმართო? ng4 თუ გახსოვთ. აუ ბოდიში, protected და private ერთი და იგივეა თუ განსხვავება უცებ ვერ გავიგე. არა, უყურე, private-ს როდესაც უწერთ, შეგვიძლია მარტო აი ამ კლასში გამოყენოთ. მარტო ამ კლასისთვის, ხო? კი ბატონო, ანუ მაგალითად სერვისს მიმართოთ რაღაც გამოვიდეხოთ. Protected ნიშნავს, რომ აი ამ სერვისის გამოყენება შეგვეძლება HTML-ში. ანუ HTML-ის მხრიდან შეგვეძლება მიმართო. ეხლა იდეაში აი ამის მაგალითს განათებ. ჯერ პირველ რიგში ng4 თუ გვახსოვს, მაგას გითხავთ. კი ბატონო. კი ბატონო. ანუ მასივს რო გადაურბინოთ HTML-ის მხრიდან და გამოვიტანოთ აქ. აი მაგალითად ნახეთ რა შემიძლია მე გავაკეთო, შევქმნა div ერთი div კლასით posts და შიგნით მექნება card. ანუ post card მაგალითად. ამ post cards გადაურბენ მე ng4. ანუ ძახით ესა tip-ი და ng4. აქ რა უნდა გავაკეთო აუცილებლად რატომ იყვითლებს ახლა? ამ ng4-ის გამოყენება რო შევძლო? Commons მოდული უნდა დავამატოთ. კი ბატონო, ანუ ამ კომპონენტის TypeScript-ში აუცილებლად იმპორტში უნდა დავწეროთ common module. აბით დავამატებ იმიტომ რომ დაიმპორტდეს common module, რომ აქ იმპორტში შემოვიდეს და ეხლა ng4-ის გამოყენება შემიძლია. ეხლა მე შევქმნით სვლადს let post of და ნახეთ ჩვენ სად გვაქვს აი ეს მასივი
სერვისში, ხო? შესაბამისად, მე უნდა მიმართო სერვის, რა გითხარით რა ვქენით თქო აქ? აი ეს რა არის? ჩათვალეთ რომ აი ეს სერვისი რაც დავწერეთ. გიორგი, თქვა ხო არ გინდოდა? აი ინკაპსულაცია თქვენგან. არა, ეს არის ნახე, აი ეს ნიშნავს ინჯექტირებას რა, ანუ დავაინჯექტეთ რაღაც სერვისი, ანუ კონსტრუქტორში, არა კონსტრუქტორის საშუალებით არ გულისხმობა ამაში. ზოგადად შემოვიტანეთ ერთი კლასი აი ამ კლასში. ანუ ეს კლასი ძალიან აქ რაც გვაქვს. წამოვიღეთ და შემოვიტანეთ აი ამ კლასში და შეგვიძლია ახლა ამ კლასში გამოვიყენოთ. და დავარქვით სახელი სერვისი. ამიტომაც მე შემიძლია სერვის მიმართო და უთხრა რომ მე ახლა გადაურბენ მასივ სერვისში მყოფ users. და ახლა აი ამ შეიძლება შემდეგ რაღაც კითხვა მინდა ng4-თან დაკავშირებით რა. კი, თუ გინდა მკითხება რა. ანუ ეხლა რაღაც ლექციები მქონდა გამოტოვებული და უმოყვები და ხელთ უყურებ და ვიწერ რაღაცებს რა Angular-ზე და ანუ ჯერჯერობით მარტივია ყველაფერი რაც ჩანს რა, უფრო მარტივი ბევრად ვიდრე Java script. Просто ეს ng4-ს და იმას ანუ რის მიხედვით მოგვაქვს რა, ეგ ვერ დავამოყავე კარგად. როგორ თუ რის მიხედვით? ჩვენ ხო ვიღებთ მოდულიდან მაგას რომ და წეცენეთ რა და ანუ ეს კონკრეტულად რაღაც თემებზე არის ng4 if იყო კიდე გამოიყენება თუ ანუ როგორ არის რა ეგ მაინტერესებს. კი, გეტყვი. ეხლა უყურე. ჩვენ გვაქვს მასივი. აი აქ post service-ში. ჩვენ გვინდა რომ აი ეს მასივში მყოფი სათაური და აი ეს ტექსტი მინდა რომ გამოვიყვანო ქარდების სახით. ანუ HTML-ში დავხატო რა და ეს ტექსტი ჩავწერო მაგალითად ეს post title მქონდეს სათაურის სახით და ტექსტი უკვე ტექსტის სახით, ხო, პირობითად. ეს თუ მინდა რომ მე HTML-ში დავხატო, ამისთვის მე ვეუბნები იმ ელემენტზე, მაგალითად ეხლა ჩვენ შემთხვევაში ეს იქნება div-ი. ამ div-ს მიმართავ ng4-ის საშუალებით. ng4 დაგვიმრავლებს აი ამ div-ს აუცილებლად. ანუ შეგვექმნის იმდენ div-ს, რამდენი ელემენტიც გვექმნება მასივში. ეხლა იდეაში, რადგან მხოლოდ ორი ელემენტი გვაქვს აი ამ მასივში, ორი ობიექტია, ხო? ერთი ობიექტი და მეორე ობიექტი. მე აი ამ div-ს შემექმნის ორჯერ. და როდესაც მე მაგალითად აი აქ პარაგრაფში, ანუ ეს ცვადი პოსტი იქნება, მე შევქმნი ცვადი let post-ი of service-users. users-ი. აქ რატო დავაქვი users-ი? აი post-ზე გადავაკეთებ. და აქაც შესაბამისად ვეტყვი რომ post-ს მიმოვიდა. ხო, ანუ ეს ცვადი პოსტი იქნება ჯერ პირველ რიგში აი ეს ობიექტი და შემდეგ აი ეს ობიექტი. მე თუ ჩავწერ აი აქ მაგალითად post წერტილი title მე შემექმნება ორი div-ი, ანუ აი ესეთი რაღაც დაიხატება HTML-ში, ანუ ორი div-ი კლასით post card-ით და პირველ პარაგრაფში ჩაიწერება post წერტილი title-ის მნიშვნელობა პირველი, ნახე, მასივის პირველი ობიექტის title. Title არის post 1. მოდი აქ შევუცვალოთ სახელი post 2. და აი აქ ჩაიწერება post 1, მერე შეიქმნება მეორე div-ი კლასით post card-ი და ჩაიწერება უკვე მეორე ობიექტის title-ის მნიშვნელობა, ანუ post 2. ანუ ng4-მა ახლა იდეაში აქ რაც დავწერები. აი ეს გააკეთა. აი ეს შექმნა HTML-ში. ჩათვალე რომ ახლა აი აქ აი ამის მაგივრად ეს აიშალა და აი აქ ეს დაემატა. მერე, როდესაც მე ახლა კომენტარს, მე როდესაც აი აქ შევქმნი უკვე პარაგრაფს და მიმართავ ამ პარაგრაფს და მოდი ეს h2 გავხადოთ, რომ სათაურია, რადგან სათაურია, ეს h2 და ეს იყოს პარაგრაფი. აქაც შესაბამისად პარაგრაფების მაგივრად ჩვენ გვექნება h2-ები. ანუ რადგან აქ გადავაკეთე, აქაც გადაკეთდა ამ ორივეში. მერე მე შევქმნი პარაგრაფები. და აი აქ და აი აქ. აი აქ
რატო არ მიმორჩილება? აქ ჩაიწერება პარაგრაფი ორივე ადგილას და ჩაიწერება post წერტილი title-ის მნიშვნელობა ორივეგან. ანუ აი აქ პირველ პარაგრაფში ჩაიწერება აი ამ პირველი ტექსტის მნიშვნელობა, ანუ აი ეს ბჭყალების გარეშე რა თქმა უნდა, ეს ბჭყალები ობიექტისა, საწამოვედი. მიშლის. აი ამ პარაგრაფში ჩაიწერება და მეორე პარაგრაფში ჩაიწერება აი ეს ტექსტი. შემდეგ ეხლა მე თითქმის ორი საფის გასაკეთებას აკეთებს NG4 რა ესე გამოდის რაღაცნაირად. შეიძლება დამარტივებს. თან ძალიან. ეხლა აი მაგალითად მე რომ აი აქ მესამე ობიექტი გავაკეთო, title დავარქვათ მაგალითად post 3 და ტექსტი გქონდეს აქ. აი ეს მაგალითად რაღაცა. ой, კარგად ჩავსვათ. ეხლა შესაბამისად აი აქ შეიქმნება კიდევ ერთი post card-ი. რომელშიც გვექნება H2 სახელით post 3 და პარაგრაფში ჩაიწერება ეს ტექსტი. ანუ ეხლა ეს ყველაფერი, რასაც მე აქ ვაკეთებ, არის აი ეს რეალურად, მაგრამ ჩვენ ყველაფერს მოკლედ ვხედავთ. იმიტომ რომ NG4-ის საშუალებით ერთხელ გავაკეთებთ, ერთხელ დავწერთ და ეს მრავალჯერ შეგვიქმნის ამ ყველაფერს. ანუ რეალურად აქ წერია ეხლა აი ეს. ეს ყველაფერი. თუმცა NG4 გადაურბენს მასივს და მნიშვნელობებს გამოგვიტანს HTML-ში. გასაგებია, მადლობა. არაფერს. ხო, ეს აიდეაში ჯერჯერობით HTML-ში რო გადავიდეთ, ვერაფერს ვერ ვნახავთ, იმიტომ რომ ეს app post-ი, მოდი შემოვიტანოთ app კომპონენტში. app ირე post-ი, მაგრამ ну რა თქმა უნდა, ეს app post-ი უნდა დავაიმპორტოთ. app ვეყირადა post component, posts კომპონენტი, app post არა და აქ posts უნდა მქონდეს აუცილებლად. და ეს აიდეაში აი ნახე რა მოხდება. ხდება ორი წამით. ну ელემენტში რო გადმოვიდეთ უკვე object-ი. დავწერეთ. post დავწერე უბრალოდ, აი აქ post წერტილი text უნდა. და შესაბამისად აი აქ გამოგვივა ტექსტები. ეხლა აი ეს ხო გვაქვს ჩვენ და აი აქ body რო გავხსნათ, მე app root-ი და შემდეგ app post-ი, მე აი ეს post-ი, აი ზუსტად ის მივიღეთ, რაც წევან თქვი. აი ეს ერთი ნიშნავ, ოკეი, აი ეს post card-ი, შიგნით არის H1, მერე პარაგრაფი. post card-ი, შიგნით არის H2, მერე პარაგრაფში შიგნით ტექსტი. ანალოგია. ხო, ინდიაში CSS-ში უცბად შეგვიძლია ეს ავწეროთ. ცოტა მე CSS-ში განულებას გავაკეთე. ცოტა გავალამაზოთ ეს ყველაფერი. body-ს შევხვდება ground colors. ანუ ამ CSS-ზე შეგახსენებთ ზოგადი სტილების ფაილი, რაც ხდება განულება. და ეხლა შეგვიძლია აი აქ post-ში ეს post ისინი ხო გვაქვს post-ში. post-ს მივმართოთ და მივცეთ width მაგალითად 500 პიქსელი, margin ზემოდან 100 პიქსელი, მარჯვნიდან auto, ქვემოდან 0 პიქსელი და მარცხნიდანაც auto. შეიძლება გავცენტრეთ, padding-ები მივცეთ ზემოდან და ქვემოდან 30 პიქსელი, გვერდებზე 15 პიქსელი. აბა როგორ გამოიყურება, ხო. ეხლა თვითონ post-ებს მივმართავ. post-ი მივეცით კლასი. post card. post card-ებს მივმართოთ. არა, padding-ი ამას მხოლოდ
გვერდებზე ჭირდება 0 პიქსელი ზემოდან და ქვემოდან და გვერდებზე 15 პიქსელი. პოსტკარდებს მივცეთ width 100% ისაც აქვს. ამის მიცემა ბორდერი მივცეთ მაგალითად 3 პიქსელი solid. CC მოდი solid არის და dash იყოს. ვარიანტი არის. რაღაც ესე merge-ნები ზემოდან და ქვემოდან 20 პიქსელი გვერდებზე 0 პიქსელი. padding-ები 30 პიქსელი. border radius გავუკეთოთ 10 პიქსელი, შეგვიძლია ასევე. და color perfect. ტექსტის ფერი შევცვალოთ და post card-ში op h-ors დამეწერა h-ors მივმართოთ და merging bottom დაუწეროთ მაგალითად 30 პიქსელი. 30 ბევრი იქნება. ქვემოთ რომ ტექსტსა და იმას შორის დაშორება იყოს. ხო, ნუ პირველი პოსტი, მეორე პოსტი და მესამე პოსტი. ხო, ანუ ეხლა რეალურად ჩვენ რა გავაკეთეთ? გქონდა სერვისში მასივი, რომელშიც გვაქვს შენახული პოსტები, ეს დავშალოთ. ამ მასივს, ეს მასივი პირველ რიგში ამ კომპონენტის კონსტრუქტორში დავაინჯექტეთ. წერა როგორც გითხარით, სხვა მეთოდსაც განახებთ, ხო? ჯერ მოდი ინკაპსულაცია ვნახოთ, აი, მიწერია protected. Protected როდესაც მიწერია, შემიძლია მივწვდე HTML-ის მხრიდანაც. როგორც ხედავთ, მივმართე სერვის, ანუ აი აქ op service და უთხარი ამ სერვისიდან მინდა რაღაც user-ი ამოვიღო. ანუ აი რეალურად ამ სერვისს მივმართე აი ამ კლასს. და უთხარი რომ აი ეს post massive-ს მინდა რომ მივწვდე. მაგრამ მე თუ დავუწერ აქ privates HTML-ი გამიწითლდა. და მივიტანოთ mouse-ი და property service is private and only accessible within class post component. ანუ ეს თვისება სერვისი არის პრივატულიო და ეს მასე მიცნობა შეგიძლიათ მხოლოდ post component-ში. ანუ იდეაში ზოგადად როდესაც წერია, აი მაგალითად post-ს component და რაღაც component და ასე შემდეგ. იგულისხმება TypeScript-ის ფაილი. ნუ CTTS აღარ იწერება ბოლოში ესეთ სიტუაციებში. მხოლოდ TypeScript-ში შეგიძლიათ გამოიყენოთ თუ გვეუბნება. ანუ მაგალითად მხოლოდ აი ამ კლასში შემიძლია მაგალითად მივწვდე this service. მაგრამ ეს უბრალოდ კონსოლობს რო წერენ იმიტომ გვიწევს. ხო, ანუ მხოლოდ ამ კლასში შემეძლება, მაგრამ protected-ს როდესაც უწერ, ამის საშუალებით ვეუბნები რომ შემიძლია HTML-ში ამის გამოყენებაც და TypeScript-შიც. არაფერს თუ არ დაუწერთ, არც ერთგან არ შეგვეძლება გამოყენება, მხოლოდ კონსტრუქტორში შეგვეძლება გამოყენება, მაგალითად this service რომ დავლოგოთ, უბრალოდ service უბრალოდ, რადგან ამავე მეთოდში ვიყენებთ, მხოლოდ კონსტრუქტორში შემეძლება გამოყენება თუ ინკაპსულაციას არ დაუწერთ. public-ზე არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს, სადაც ვინდა გამოვიყენოთ. ზოგადად ჯობია რომ გამოვიყენოთ protected-ი, ანუ შევძლოთ გამოყენება ამ კლასში და ასევე HTML-ში. აი რაღაც ეს. point HTML. ხო, ეხლა იდეაში ჩვენ მივიღეთ უკვე გამოვიტანეთ პოსტები, მაგრამ მოდით უცბად დავწეროთ ესეთი ლოგიკა, რომლის საშუალებითაც აი ამ მასივში ჩვენ შევძლებთ რომ დავამატოთ რას ვამბობდი, ხო, რომ დავამატოთ ახალი ობიექტები. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? მოდი ეს ყველაფერი გავაკეთოთ child component-ში, ანუ ეხლა რა მინდა რომ გავაკეთოთ, როგორც ხედავთ, გვაქვს post service. ანუ child component-დან მე წამოვიღებ და აი აქ post service-ში მასივში დავამატებ ახალ პოსტებს და post component-ში გამოვიტან. ანუ ამ კომპონენტიდან წამოვა სერვისი და სერვისიდან პოსტში. იდეაში მივიღებთ ახლა რეალურ ინფორმაციის გასვლა გამოსვლას. გადმოვალ child component-ში და უცბად აი აქ HTML-ს გავამზადებ ახლა, შევქნათ მაგალითად form views ვქნი, რადგან მე form tag-ი რომ შევქნა აქ რეალურად რაც უკეთესი იქნებოდა. რა თქმა უნდა, აი აქ მე რამე input-ი შემექმნა, აი აქ input-ში ვერ გამოვიყენებ ng models. იმის და მივხედავად რომ აი აქ მაინც forms მოდული დავაიმპორტოთ
forms მოდული შემოვიტანოთ, მაინც ვერ გამოვიყენებ ng მოდელის გამოყენებას. ვერ შევიძლია. მაგალითად a უდრის სარიალის string-ი და ეხლა a-ს რო გადავცემ მნიშვნელობა. ეხლა გაგვიწითლა, არ გაგვიწითლა უბრალოდ, მაგრამ მე აუცილებლად გვეჩხუბება. რადგან form text-ში ng models არ ვიყენებთ არასდროს. Form text თუ ვიყენებთ, აქ მაშინ ვიყენებთ reactable formats. ერთი წამით აბა ჯერჯერობით თუ აი empty არა ეს არა. ეს პრობლემა არ არის, ხო ეხლა ის. child component html მეათე ხაზი. ხო, დიახ. expression not string-ი უთხრათ რომ string-ი იქნება. აქ string გადავცეთ მნიშვნელობა property a does not access on type child component ეს გონი აურია angular-მა a ცვლადი აღარ გვაქვს გონი ჩამორჩა მოვლენებს inspect-იდან შევამოწმოთ error-ი გვაქვს თუ რა dan არ გვაქვს error იდეაში standalone სტანდარტზე ვიტარებს ng models გონი. ანუ მე განახებთ reactable formats აქ form text-თან მუშაობისას საიდანაც მოგვაქვს ინფორმაციები, ანუ აქ ng მოდელის form text-თან ng მოდელის გამოყენება ზოგადად არ შეიძლება. ეხლა რატო აღარ აწესებს არ ვიცი, სულ აწესებს და ვერასდროს ვერ მოგქონდა. მაგრამ ეგ სავარაუდოდ იმიტომ რომ ეხლა standalone სტანდარტზე ვართ და standalone სტანდარტი მათ დაუშვა ალბათ ეგ შესაძლებლობა. კარგი, მოდით მაინც როგორც წესია ისე გავაკეთებ. მე ახლა inputs გავაკეთებ. იმეც ბოლო დავალებაში გამოვიყენებ ფორმში ng მოდელი და იმ მეთად გამიწითლა. არა, ხო, აი მე გეში ახლა ვნახავ ლექციას რომ მოვჩებით no standalone-ზე როგორ მეტყვის, რას მეტყვის უბრალოდ. უი დღეს თუ დრო მოგჭა, აი ზოგადად no standalone-ის იდეასაც განახეთ რა. ძალიან თემატიკას აიმაგ no standalone-ისას. Charge forms მოდული შემოვიტანთ. აქ ბიარის საშუალებით შემოვიდეთ, მოდით label გავაკეთებ. For title, აქ ID title გავაკეთოთ, აი აქ შეგვიძლია label-ში. Enter post title. და აი აქ label enter for here text. ID text enter post text. იდეაში CSS-დან უცბად გავსტილო მე ყველაფერს ახლა ის კლასი form ხო forms უთხრათ with მაგალითად 300 პიქსელი height მოდი padding-ი უთხრათ padding-ი 20 პიქსელი margin 50 auto და იდეაში ეს კონი საკმარისი იქნება. ეხლა form-ში op input-ებს მივმართავ, display blocks მივცემ, რომ label-ები ჩამოვიდონ ახალი ხაზზე. ციგანეს ვეტყვი რომ 100% დაიკავოთ და აი აქ შემოვიტან, ზემოდან შემოვიტან აი ამ კომპონენტს. ნახეთ child კომპონენტი. up post კომპონენტი ქვემოთ გვაქვს და up child-ი ზემოთ გვექნება. აი რაღაც ეს. version does not exist in type child component. რატო გვეჩხუბები? აბა a ცვლადისა გვაქვს ახლა. ეს საერთოდ წავშლით. Page reload send to comments. Okay, всё, გამოსწორდა. აქ ორი input-ი გვაქვს. აი CSS-დან სტილები მივცეთ. form-ში op elements მოდი ზოგადად უთხრათ რომ color effect-ები ექნება, იცი? აქ თუ ექნება effect.
ძალიან კარგი. მაგრამ ამას არ შეიცვალა. Size 2 pikseli, input display block-ი, height 30 pikseli, padding-ი 5 pikseli იყოს ყველა მხრიდან. აი სერვერია გამშოულ გონი. GC. Angaucho. უხდება და გავაქცევთ მანამდე სტილებს მიცემ. ორდერ შეგვიძლია გავუქვით. Change და refresh და offline გავუქრო პირობითად. ანუ აქ პოსტის სათაურს ჩავწერთ, აი აქ პოსტის ტექსტს ჩავწერთ. მოდი აქ font size-ი შეგვიძლია გავზარდოთ font size 19 პიქსელამდე. როგორია? ხო, შვენი. კარგი. გადმოვიდეთ ახლა დავუბრუნდეთ Visual Studio Code-ში. და შეგვიძლია ახლა ეს გავთიშოთ. ეს მზად. გვაქვს ღილაკი შევქმნი უცბად. ღილაკი add post მაგალითად პოსტის დამატების ღილაკი შევქმნით. და ამასაც ძალიან სწრაფად ფორმში buttons მივცეთ. Whether 100%, height 40 pikseli. და cursor pointer, რომელიც არაფერს არ მივცე. და margin top-ი 1. top-ი 20 pikseli. პოსტის დამატება გვექნება. კარგი. ნუ იდეაში HTML-ი ავწერთ ახლა. ახლა TypeScript-ში დავწეროთ რა ცვლადი გვექნება, რა ორი ცვლადი გვექნება. პირველ რიგში გვექნება title, post title მაგალითად. post title, რომელიც იქნება თავიდან სერიალი string-ი, ან შეგვიძლია ესე დავწეროთ და ძახლის ნიშანი დავუწეროთ. ან შეგვიძლია ესეც კონდეს და ძახლის ნიშანი წავუშვათ. post title და post text. თავიდან სერიალი string-ები იქნება. ეხლა ჩვენ გავაკეთებთ ეს რაღაცას. add post მეთოდი შევქმნათ და აი ამ add post მეთოდში რა მოხდება ეხლა? შეიქმნება ობიექტი const new post-ი, რომლის მნიშვნელობაც იქნება აი ამ სერვისში რაც გვექნება იმის ანალოგიური მნიშვნელობები უნდა მივიღოთ. უпростоრად ანალოგიური პროპერტიები. ანუ title-ი უნდა მივიღოთ და ტექსტი, რომელშიც იქნება string-ები. აქ გვექნება title-ი, რომლის მნიშვნელობაც რა იქნება? title და post უბრალოდ ტექსტი უნდა გქონდეს. რომ ამათი მნიშვნელობები რები იქნება ამ ახალი ობიექტის title და ტექსტის მნიშვნელობა. ეს ორი ცვლადი რატო შევქმნით? ნუ ng მოდელით მე ამათ რო გადმოვცეთ ამ მნიშვნელობები. ანუ title-ის მნიშვნელობა იქნება this post title-ის მნიშვნელობა, ტექსტის მნიშვნელობა იქნება this post ტექსტის მნიშვნელობა. ეხლა მე ng მოდელით, ნახეთ, წამოვიდე ინფორმაციას, ანუ input-ს მიმართავ ng model და post title. ამ input-საც მიმართავთ, და აი post title-ის მაგურად გადავცემთ post text. ამ input-ებიდან წამოგვივა ინფორმაცია აქ მიღებული ინფორმაციით შეგვექმნება ობიექტი და ამ ობიექტში title-ს და text-ს გადაეცემა ეს მნიშვნელობები. იდეაში ჯერჯერობით შეგვიძლია უბრალოდ დაულოგოთ new post-ი და ვნახოთ რას მივიღებთ. და add post-ს გამოვიძახებთ მეთოდს რა თქმა უნდა ღილაკზე დაჭერის შემდეგ. ანუ კლიკის დროს add post მეთოდს გამოვიძახებთ. და ეხლა რამეს ჩავწერ post title მაგალითად და text და დავაჭერთ add posts და როგორც ხედავთ მივიღეთ ახალი ობიექტი ტექსტით და title-ით. Okay.
ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში ასევე ნახეთ, აი ეს ორი ობიექტი უნდა გავასუფთავოთ, ხო? ეს ორი ცვლადი უნდა გავასუფთავოთ, ისევე რომ ანუ input-ი გასუფთავდეს. ანუ this post title, post text იყოს კაი, უდრის this post title-ს, რომელიც იქნება ცარიელი ბრჭყალები. ანუ ცარიელი string. ეხლა აქ რამეს რო ჩავწერთ. აგვისუფთავდება input-ი. აქ. რა უნდა გავაკეთოთ ახლა ჩვენ შემდეგ. ანუ იდეაში ეს პოსტი დაგვიგენერირდება და რამენაირად ახლა ჩვენი მიზანია რომ ეს აღარ დაგჭირდება post service-ში, აი ამ post-ში დაემატოს ეს ობიექტი. ნახეთ მე რას გავაკეთე. აი აქ შევქმნი რამე მეთოდს. მაგალითად add new post მეთოდი, რომელშიც მექნება რამე არგუმენტი. მაგალითად ეს არგუმენტი იქნება post და ტიპი ექნება n. ნუ ჯერ ინტერფეისზე დრო არ მინდა ეხლა დავხართ. ამიტომაც დავწერ n-ის, ვეტყვით რომ ნებისმიერი იქნება. და ვეტყვით რომ this post-ში, აი ამ მასივში დაიფუშება post. ანუ აი ამ მასივში ვეუბნებით რომ რაღაც post-ი დაიფუშება, ხო? ჯერ ეს post-ი არ გვაქვს. არანაირად აღწერილი, ანუ ჯერჯერობით ეს post-ი არაფერი. თუ მივხვდით ახლა ლოგიკას, რა ლოგიკის მიხედვით აი ამ უნდა დაიფუშოს აი ამ მასივში post-ები. ანუ რა უნდა გავაკეთოთ შემდეგი ნაბიჯი, ვინმე თუ მივხვდით. იგი მოდი ერთად განვიხილოთ ახლა. მე child component-ში შემოვიტან კონსტრუქტორის საშუალებით, მოდი ახლა არ გავაკეთოთ. ანუ ისევე სერვისი უნდა დავაინჯექტო. წერან როგორც ნახეთ უკვე კონსტრუქტორის საშუალებით დავაინჯექტეთ. მოდი ამ child component-ში სხვა მეთოდი გამოვიყენოთ. მაგალითად მე შევქმნი ახლა ცვლადს, რომელსაც დავარქმევ service და ნახეთ უდრის და უნდა გამოვიყენო inject მეთოდი. inject ჭხილები და post service. ეს inject-იც და საინჯექტებელია თვითონ. უნდა დაიმპორტდეს Angular core-დან ეს inject-ით აუცილებლად. ანუ ვეუბნები რომ დამიინჯექტე post service. ანუ service ფლატში ჩვენ გვექნება გადაცემული ეს post service კლასის მნიშვნელობა. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვიმართოთ service, this service და წერტილის საშუალებით add new post მეთოდი გამოვიძახოთ. და როდესაც გამოვიძახე მე ეს მეთოდი, გამიწითლა მეთოდის გამოძახება. თქვენი აზრით რატო? რატო გვეჩხუბება? წეგანაც გქონდა ეგეთი სიტუაცია. ეს ამ მეთოდს ვიძახით და გვიწითლებს. არ გაქვთ რამე აზრი? string-ი არ უწერია რამე? რეალურად აი აქ ჩვენ ვეუბნებით რომ აი ამ მეთოდს როდესაც გამოვიძახეთ პროსტად ხო აი აქ გვაქვს პარამეტრი რაღაც post აი ამ post-ს როდის გადაეცემა მნიშვნელობა ფუნქციის პარამეტრს ფუნქციაში დავწერეთ პარამეტრი და აი ამ პარამეტრს მინდა რომ მნიშვნელობა გადავწეთ როდის გადაეცემა ფუნქციის პარამეტრს მნიშვნელობა გამოძახებისას თუ ფრჩხილებში ჩავწერთ კი ბატონო, გამოძახებისას თუ ფრჩხილებში ჩავწერთ. აი ამ ფუნქციას ვიძახებთ აქ, ამ კომპონენტში, child კომპონენტში და ფრჩხილებში რა უნდა ჩავწეროთ? რა უნდა გადავცეთ? აი ამ პარამეტრს, რა უნდა დაიფუშოს massive post-ში.
პოსტი. არა, პოსტი ესე უბრალოდ პოსტს ვერ დავწერთ. Title და post. New post machine. კი, new post-ი, ანუ ეხლა ჩვენ ეს ობიექტი რატო შევქმნით აქ? იმიტომ რომ ახალი ობიექტი დაგენერირდეს, რომელიც წამოვა და აი ამ მასივში დაიფუშება. ანუ ეხლა მე ამ ფუნქციის გამოძახებას გავატან new posts. შესაბამისად, როდესაც მე აი ამ მეთოდს გამოვიძახებ, აი ამ მეთოდში პოსტი დაიფუშება, ანუ ეს პოსტი იგულისხმება როგორც აი ეს აქ შექმნილი ობიექტი. აქ ღილაკის დაჭერის შემთხვევაში შეიქმნება ობიექტი, ეს ობიექტი დაგენერირების შემდეგ, ინპუტები გასთავდება და ვიძახებთ ფუნქციას add new posts და ვატანთ ამ ფუნქციის გამოძახებას პარამეტრის მნიშვნელობა და ამ new posts. ანუ აი ეს new post-ი გახდება აი ეს პოსტი, ამ პოსტის მნიშვნელობა. შესაბამისად, ჩვენ როდესაც ამ ფუნქციას გამოვიძახებთ, აი ამ პოსტში დაიფუშება ეს new post-ი. აქ დაემატება რაღაც ახალი ელემენტი. მოდი ვნახოთ ეს, მაგალითად, სათაური და ტექსტი. დავაჭერ add posts და ქვემოთ ჩამოსხმოთ და ვნახავთ, რომ ახალი ელემენტი დაემატა სათაური და ქვემოთ ტექსტი. მე შეგვიძლია ახლა აი აქ მასივი მასივში რა გვაქვს ყველაფერი დავაკომენტავთ, ან გავასუფთავთ. ეხლა ვება მოდი პოსტსაც დავუწეროთ, რომ any ტიპის იქნება. იმიტომ რომ აქ თვითონ ხდებოდა რეალურად წერა. რა ტიპის ინფორმაცია იყო, რა? აქ არ დაემატება ზაზა. აი ამ მეებში. აი ამ პოსტში, პოსტებში. კი, დაემატება, აქ ემატება ეხლა. უბრალოდ ეს წინა სხვებირეების იყო ისწავშალეთ. აი ამ მასივში ემატება ეს ობიექტები რა. რაც აქ გვექმნება. ეხლა თავიდან პოსტები არ იქნება. და არაფერი პოსტი არ იქნება, ჩვენ შეგვიძლია აქ ჩავწეროთ post ერთი მაგალითად და აქ რაღაცა ტექსტი ჩავწეროთ. დავაჭერთ add posts და მივიღეთ ესეთი რაღაც. ეხლა ეს იმიტომ მოხდა, რომ ერთ წინადადებაზე გვაქვს დაწერილი. აქ იდეაში პარაგრაფს უნდა შევუზღუდოთ, რა თქმა უნდა, max width-ი. რომ ტექსტი არ წავიდეს ესე. CSS-დან დარღვევა. მაგრამ იდეაში იდეას მივხვდით, ხო? აქ რაც უნდა შევქმნათ, მაგალითად რაღაც შევქმნით. დავამატეთ, შევქმნით კიდე რაღაცა. დავამატეთ, შევქმნით. მოდ დავაჭერთ ეს დავამატებთ. რაღაც პოსტების დამატების შექმნის აპლიკაცია დავწერეთ ახლა უცბად. იდეა შემდეგ ლექციაზეც შეგვიძლია აი მაგალითად ეს პოსტები როგორ წავშალოთ ის განვიხილოთ. რასაც მივხედავთ. იბატონო. ამ კითხვა ხო არა გაქვთ დღევანდელ თემებთან დაკავშირებით ხა რაც განვიხილეთ? არა. და აქსაც ჩაემატა, აბა. ეხლა არ ჩანს დიანა, იმიტომ რომ ეხლა ეს პოსტი უბრალოდ იფუშება და აქ არ იწერება რა. თორე რეალურად აი ამ მასივში შემოდის ის პოსტები. უბრალოდ არ იწერება რა, თვალი დასანახი არ ხდება. ხო. მე განახებთ მე, ანუ ანალოგიურად ეხლა ჩვენ როგორც ვამატებთ აი ამ პოსტს. აი აქ მასივში, ამის მაგივრად სერვერზე როგორ გავაგზავნოთ. სპეციალურ მონაცემთა ბაზას შევქმნით. Google-ის Firebase-ის მონაცემთა ბაზაზე. და იქ სერვერზე შევინახავთ ამ პოსტებს და მე სერვერზე გავაგზავნით მოთხოვნას, რომ ეს პოსტები წამოვიღოთ მე. ანუ ეხლა ჩვენ რეალურად რო ვარეფრეშებთ გვერდს, ეს პოსტები იშლება, იმიტომ რომ მასივიდანაც ვარდება რა, მუდმივად არ რჩება აქ. ხო. თუმცა არგით.
კარგით, მაშინ დღეისთვის შეგვიძლია ლექცია დავამთავროთ, რამე კითხვა არ გაქვთ და შევხვდებით შემდეგ ლექციაზე. კარგად. აბა დროებით. კარგად. ნახვამდის. ნახვამდის დროებით. ნახვამდის.